ეს არის კახი კავსაძის პორტრეტი, ზუსტად აღარ მახსოვს ანაშვიძე თუ გასვენებაში მივიტანე. ანუ კახუსკიოზემ რო ნახა, ძალიან მოეწონათ და სამახსოვროდ დაუტოვე. ეგ პორტრეტი. დიკა. მოკლედ განსაოცარი ის იყო, რომ ბავშვობიდანვე უყვარდა პორტრეტების კეთება. სუფად არა იყო, რომ პორტრეტებს აკეთებდა და თან ძალიან ლამაზ ქალებს არჩევდა. ხო, აგერ ჯინა ლოლობრიჯიდას კი უყურებთ. ერთი ჩემმა კლასელმა წამართვა ამის პორტრეტი ოდრი ჰეპბერნის. კაცო, ვეჭვობდი, შეყვარებული იყო მე მგონი. კი, ახლა შვენიერი გემოვნება. ბავშვობაში აქ დახარული დედამისი. აი, კიდევ ერთი ოდრი. ვარდისფერ კაბაში. იმიტომ გითხარი, რომ ვეჭვობდი მეთქი. აქ ძინავს. ოღონდ ოდრი არ იძინებს, თვალები აქია. კაცი, ჩვენ უკვე იქეთ გადავდგით, ნაბიჯი, სიბერისკენ წავედით, ხო? და დია გინდა თუ არა ახალგაზრდა დამხატეო და გამოგზავნა სურათი. კარგია. ძველია ხო ლუკა ეს ნახატი? არც ისე ძველია სხვათა შორის, ეს ნახატი არის გეტყვი 6 წლის წინ დახატული. აი აგერე. მე დგავ აზიანა, ყვავილები ჩვეულებრივად ხატავდი ზეთში. ეს სადაბადების დღეო ნახატია სამახსოვროდ, წითელ ვარდებთან ერთად. წითელი ვარდებიც მევაჩუქეთ და შესაბამისად ნახატიც. ეს არის ნახატი, რომელსაც სახელწოდებით ქვია დანდეგილნი. და ეს ნახატი დავხატე მეგობართან სახელოსნოში. ასევე ისიც მხატვარია და თან ძალიან ნიჭიერი მხატვარი, ღვინაშვილი სანდრო. და მასთან ვხატავდი გვიანობამდე ამ ნახატს.